რატო არ შეიტანეთ საკითხი დღის წესრიგში? ხელი უბაკუნეთ და წაიკითხეთ რეგლამენტი. რატო არ შეიტანეთ ბავშვთა უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში? კამათი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხდომაზე. ხდომა ორმა წევრმა ლიკა ბასილაია შავგულიძემ და ლაშა ტუღუშმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ დღის წესრიგში არ შეიტანა საკითხი, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ტელევიზიამ ბავშვთა უსაფრთხოება გადაღებების დროს. ამას წინ უძღოდა 9 ივნის პირველი არხის გადაცემაში მომხდარი ინციდენტი, როცა არასრულწლოვანმა გოგონამ გუნდში სიმღერის დროს გონება დაკარგა, თუმცა ფაქტს ყისიერი რეაგირება არ მოჰყვა. და ბატონო შაბეთ თქვენ თქვია რომ ესე ერთი წევრის შეტანით, ერთი წევრის მოთხოვნით და თქვენ ერთი წევრი არ იყო, ორი წევრი. არა, მომისმენთ ეცოთით ესეთი. რომ მე დავეთანხმე ლაშას ინიციატივას. ხო, მაგრამ მე ამავე დროს მინდა გითხრათ რომ ბავშვთა უსაფრთხოება არ გაღელვებ ბატონო ვასილ? არ გაღელვებ? თუ ესე გაგრძელდა, ლახეთ. გეკითხებთ, გაღელვებ თუ არ გაღელვებ? ხო, დაასრულეს. არასრულებს არ ვქნათ. მე ხალხიდან გამომდინარე, მე წვეთ ამ უსაფრთხოების საკითხის განხილვა. რატომ არ შეიტანეთ დღის წესრიგში საკითხი? მაინტერესებს თქვენი ახსნა და განმარტება. რატო არ შეიტანეთ საკითხი დღის წესრიგში? ხელი უბაკუნეთ და წაიკითხეთ რატომ არ რეგლამენტი. შეიტანეთ ბავშვთა უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში? ისა ირაკლი ჩაერთეთ. შეწყდა ეს საკითხი. შეწყდა კი არა. მე ვეღარ დავესწრებ შეხვედრას, მე ვაპირებ პროტესტის ნიშნით მე დავტოვებ. ეს პირველი შემთხვევა არა და კი. უბრალოდ მე თქვენგან გავიგერო არაპირებთ და სხვა შორის გირჩევდი წაიკითხოთ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტის მესამე პირველი მუხლის 3.1 პუნქტი, სადაც პირდაპირ წერია რომ სამუშაო შეხვედრა ტარდება იმიტომ რომ ჩატარდეს შემდეგ საბჭო შეხვედრა და ამიტომ რო ამბობთ რომ არ ვარღვევთ თუ აგერ არის პირდაპირ, ამიტომ კითხეთ. თქვენი პასუხი არის ესეთი რომ არაპირებთ შეხვედრა. პასუხი თქვენ არ შეგიძლიათ თქვენზეა, მაგრამ როდემდე აპირებთ მაინტერესებს? არა, ამ შეხვედრიდან მივდივარ მე, უბრალოდ პროტესტი მაქვს, იმიტომ რომ მართლა ეს არც პოლიტიკური საკითხია, არც გეოპოლიტიკური საკითხია, ეს ეხება ბავშვის უფლებას. მართლა ვფიქრობ, რომ არის რაღაც თემები, სადაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალში ბავშვი იყოს დაცული აქ. ეს იყო ჩემი ინტერესი, მაგრამ აქაც ხედავ სამწუხაროდ პირდაპირ ვამბობ თქვენს ესეთ დამოკიდებულებას. კი ბატონო, თქვენ ნება. მადლობა და კარგად გრძანდებოდეთ.